მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია დღის შეჯამება, დღეს ორშაბათია და პოლიტიკური ცხოვრება იწყება ახალი გარკვეული იმპულსებით და პრინციპში ამ ამერიკისა თუ ისრაელ-ირანის დაპირისპირებით, რომელშიც ჩართულია ირანი, ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ აღარც უქმე დღეები გვაქვს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ხდება საკმაოდ ისეთი ცეცხლოვანი ინფორმაციების მიღება და ეს ომი მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ ქვეყნებს ჩართავს თავის გარკვეულ ჰორიზონტში და ჩვენ მოწმენი გავხდებით მთლიანი რეგიონის აფეთქებისა. ამერიკის შეერთებული შტატები ვიღაცას თუ გონია რაღაცა ქარაფშუტა ტრამპის მარტო რაღაცა იმპულსური გადაწყვეტილებით მოქმედებს, ძალიან ცდებით. ეს ომი, რომელიც დაიწყო ირანთან, მიზნად ისახავს ევროპის ჩამოშლას, ევროკავშირის ჩამოშლას და ამერიკის კიდევ უფრო გაძლიერებას. ეს ომი, რომელიც ყველანაირად იმოქმედებს ენერგორესურსებზე, რომელზეც დამოკიდებული არის ევროპა, კიდევ უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ევროპულ ქვეყნებს მეგობრებო. იმიტომ რომ დღეს მანამდე სანამ დაიწყებოდა ომი ირანთან, თქვენ კარგად იცით, ენერგომატარებლები საკმაოდ გაძვირდა უკრაინა რუსეთის დაპირისპირების შედეგად. ძალიან ბევრი საწარმო ევროპაში და ქარხანა გაკოტრდა, ზოგი გავიდა და გადაინაცვლა მათი ლოკაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში. გერმანული ავტოგიგანტებმა ფაქტობრივად დაასრულეს თავიანთი მოღვაწეობა და მოსახლეობა იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ ენერგომატარებლების გაძვირების გამო რაღაცა ძალიან ისეთი შეზღუდულად მოიხვავს ელექტროენერგიას. და ეხლა ამას დაემატა კიდევ ირანთან დაპირისპირება და კიდევ უფრო გაძვირება ენერგორესურსების. ეს მთლიანად ჩამოშლის ევროპას და ამერიკის შეერთებული შტატების გეგმებში სწორედ ეს არის, რომ ევროპა ჩამოიშალოს, იქ აფეთქებები მოხდეს. ეხლა აი ამ ომების შედეგად ეს ნაკადები, დევნილების ნაკადები ვის მიაწყდება? მიაწყდება ევროპის ქვეყნებს, კიდევ უფრო მეტად აირევა, აჯაფსანდალი გახდება სიტუაცია და რა თქმა უნდა, ამ ომის შედეგად დიდი ქვეყნები დარჩებიან მოგებულები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ომი მარტო ტრამპის იმპულსური გადაწყვეტილებით არ ხდება. ამერიკას მართავს არა პიროვნებები, ამერიკას მართავს ცენტრები. ვერავინ ვერ გაბედავს, ვერც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გაბედავს წავიდეს ამერიკის სახელმწიფო დოქტრინის წინააღმდეგ. თუ ის წავა, იმ წუთასვე ის იქნება მოცილებული. როგორც მოაცილეს მაგალითად კენედი, რომელმაც დაიწყო გარკვეული თამაში, რომელიც არ შედიოდა როგორც ჩანს ცენტრალური ხელისუფლების, ანუ იმ დოქტრინის წინააღმდეგ და ეს ოპერაცია, რომელიც დასრულდა მისი ლიკვიდაციით, ჩართული იყო ФБР, ჩართული იყო ამერიკის უსაფრთხოების სისტემები და დღემდე არის გაუხსნელი ეს საქმე და დღემდე ის მასალები, რომელიც იყო აი ამ გამოძიების პროცესში, დღემდე გაუმჟღავნებელია. აქედან გამომდინარე, ეს არის კარგად დაგეგმილი ომი, რომელსაც ტრამპი ახორციელებს და ეხლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ აი ამ სიტუაციაში, საქართველოს როგორ უნდა იმოქმედოს. ერახში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, ამას გვერდს ვერ აუვლის სხვა მუსულმანური ქვეყნები. لن تستطيع السيطرة على عقولنا وقلوبنا والدين والحسن وعملوا الصالحات ეს ომი ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას მოიცავს და პირველ რიგში მუსულმანურ ქვეყნებს. ამიტომ მუსულმანური ქვეყნების გაერთიანება მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამას გვერდს ვერ აუვლი ჩვენ და ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ კიდევ კვლავ ამერიკასთან უნდა დავლაგდეთ და ამერიკასთან საერთო უნდა მოვნახოთ, ცოტა არ იყოს ჩემთვის არის გაუგებარი. იმიტომ რომ რეგიონიდან ხდება ამერიკელების განდევნა,
ამერიკული პოზიციების განდევნა და აქედან გამომდინარე თუ ჩვენ რაღაცნაირად დავიწყებთ მოქმედებებს დღეს კიდევ ისევ ამერიკული მარწუხებისკენ დასაბრუნებლად, რომელზეც ჩვენ განთავისუფლებისკენ ბრძოლა გვეგონა, მაშინ ჩვენ მივიღებთ ძალიან დიდ დარტყმებს საქართველოს გარკვეულწილად იმ მიმართულებით, რომელიც შთანთქავს ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს გარკვეულ მწყიფე დამოუკიდებლობას, რომელიც შეიძლება არც გიგვაჩნია პრინციპში და ეს იქნება პირველ რიგში იმით გამოხატული, რომ დარტყმები მიყენებული იქნება ეკონომიკაზე, დარტყმები იქნება მიყენებული უსაფრთხოების სისტემებზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან. ქვეყანა საიდანაც უნდა გამოვიდეს პირველ რიგში. დღეს აი საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ისეთი, რომ რა უფრო ჩვენ ქვეყანას გამოადგება, რომელ ქვეყანასთან თანამშრომლობა უნდა ჩვენთვის იყოს უპრიანი და რითი იქნება უფრო დაცული ჩვენი ქვეყანა. ეხლა იმ დღეს გავრცელდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აი დაიწყო გარკვეული პროექტების განხორციელება რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთში, ამას მოყვა ძალიან ესეთი მძაფრი რეაქციები. იცით რაშია მეგობრებო, თქვენ არ გინდათ აფხაზეთი, თქვენ არ გინდათ არცხინვალი, არაფერი არ გინდათ, თქვენ გინდათ მარტო ძაღლები, თქვენ გინდათ მარტო რაღაც სისულელეები, რაღაცა აბსურდული გამოგონილი თემები, ყოველ დღე ქვეყანაში იქნება რაღაცა აბსურდული თემები და ამ თემების ირგვლივ ხდება მოსახლეობის რაღაცა ტვინების გამორეცხვა და რაღაცა ადამიანების მიმართ რაღაცა დაგიპნოზება რა, იმიტომ რომ დღეს მთელი მსოფლიო არის იმაზე ფიქრობს, როგორმე დაიცვას თავი, დაცული იყოს. არაბული ქვეყნები ერთ დროს ეს მიმზიდველი საუდის არაბეთი, ყატარი, რომლებშიც ადამიანები ფულის ნაკადებს უშვებდნენ და თვლიდნენ, რომ ეს იყო მათი უსაფრთხოების გარანტია, დღეს ეს ქვეყნები არიან ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ და ეხლა იქიდან ფულების გამოტანა უკვე ხდება. ჩვენ კარგად ხედავთ, იმიტომ რომ დარტყმები ხორციელდება უშუალოდ ამ ქვეყნებზე და ეს ქვეყნები, სტაბილური ქვეყნები გადაიქცნენ არასტაბილურ ქვეყნებად. ვლადიმერ პუტინმა ერთხელ თქვა კიდევაც, რომ თქვენ როდესაც საუბრობდით, რომ აი ჯობია იქნებ ისეთ ქვეყანაში, სადაც უფრო დაცულები ვიქნებითო, იქ ვიყოთო და ეხლაც ასე ფიქრობთო, რომ უფრო დაცულები იქ იქნებითო და მე ვფიქრობ, რომ უფრო დაცულები ჩვენ ვიქნებით იმ ქვეყანასთან ურთიერთობით, რომელ ქვეყანასთანაც ჩვენ უნდა დავლაგდეთ. მე კარგად იცით, რომ მქონდა საშუალება წინა კვირას ვილაპარაკე, რომ კითხვები დამესვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვასთვის, რომელიც გამოხატავს ოფიციალური მოსკოვის პოზიციას და იქ ითქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება არის ძალიან კარგად, ძალიან ესე პოზიტიურად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ. შემდგომ იგივე განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსნმა გალუზევმა და მე ვფიქრობ, რომ ამ ფონზე ჩვენ როდესაც არ მივდივართ, არ ველაპარაკებით რუსებს, მე მივიღებთ ძალიან ჩვენთვის სავალალო შედეგებს. დღეს ეხა აი ამ ფონზე როდესაც სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა დაძაბულია, აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები დაძაბულია, ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ის როლი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უსაფრთხოს გახდის და სტაბილურს გახდის. ის ტურისტული ნაკადები, რომლებიც დღეს მოედინება მაგალითად რუსეთიდან და პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეს, მეგობრებო. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი გარკვეული საფრთხეები გვაქვს. ამ ირანისა და ამერიკის და ისრაელის დაპირისპირების უკრაინა, რუსეთის კიდევ კაცმარიცის რა დაძაბულობები იქნება. თქვენ უფიქრობთ, რომ ეს ყარაბაღი და სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაც კიდე ჩამქრალია, იმიტომ რომ იქ პაშინიან საკმაოდ დიდი გარკვეული წინააღმდეგობები არის პაშინიანის მიმართ და პაშინიანის წასვლის შემდგომ კაცმარიცის რა ურთიერთობები იქნება კვლავ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმიტომ რომ იქ პაშინიანს ადანაშაულებენ ყარაბაღის ჩაბარებაში, ადანაშაულებენ ქვეყნის გაყიდვაში, ამიტომ არავინ არის ის რა იქნება. მით უმეტეს პუტინთან მისი საუბარი იყო ძალიან მძიმე, ძალიან ისეთი ფაქტობრივად ისეთი არაკორექტულიც, მე ვფიქრობ, მან ამხელა ქვეყნის ლიდერს, მე ვფიქრობ, ძალიან ისეთი
არადიპლომატიური და არაკორექტული ნაბიჯები გადადგა. როდესაც პუტინმა უთხრა მას, რომ თქვენ ბოლო-ბოლო აირჩიეთ სად ახართ ევროკავშირისკენ და თუ ჩვენ კავშირში ხართ ამ ევრაზიულ კავშირში ხართ და ჩვენთან ხართ, მან თქვა რომ ჩვენო გამოგიყენებთ თქვენ სადამდე შეგვიძლია და მე ჩვენ გადავწყვიტავთ. აი ეს იყო უბრალო ენაზე მისი განზრახვა. მოგვეცით საშუალება გამოგიყენოთ თქვენო. და ოდეკაბეშიცო მერეო რაღაცა შეიძლება გამოვიდეთო და მერე ყარაბახის დაკარგვაშიც რუსეთი დააბრალა რუსეთს ოდეკაბე არაფერი არ გააკეთაო და ეს ვითომ პუტინს კი არ ელაპარაკებოდა ვიღაცა ზიმბაბვეს პრეზიდენტთან იყო არ ვიცი იქ ალიევთან ერის მოჩლექით საუბრობს და აქ პუტინთან ენა ამოიდგა როგორც ნახეთ და ძალიან ისეთი ხისტი საუბარი გამოვიდა. Мы видим, что в Армении идет дискуссия о развитии отношений с Евросоюзом. Мы к этому относимся абсолютно спокойно. Мы понимаем, что любая страна ищет максимальные преимущества от сотрудничества с третьими странами. Но это должно быть очевидно, это должно быть по-честному, заранее, что называется, на берегу сказано. Нахождение в таможенном союзе с Евросоюзом и с Евразес невозможно. Это просто невозможно по определению. И вопрос даже не в политике, а вопрос чисто экономического характера. Потому что некоторые вещи, они требуют большой совместной работы, которая должна вестись годами. Ну, это разница в оценке отдельных товарных групп, вхождение на рынок этих товарных групп, это фитосанитарный надзор для сельхозпродукции. У нас абсолютно разные, очень отличающиеся в России и в странах Евросоюза требования по фитосанитарным вопросам. Есть и очень много других проблем, которые делают на сегодняшний день, на данный момент времени. Когда-то, может быть, пройдут годы, и мы, Евразес и Евросоюз, я надеюсь, что так и будет, в конце концов, на одном континенте живем, сможем урегулировать. Но когда еще до украинского кризиса мы пытались договориться с европейцами о том, чтобы вместе работать, так ничего не удалось. Они занимают очень жесткую позицию практически по каждому, как мне тогда казалось, даже мелкому вопросу. Теперь, что касается энергетики. Надеюсь, что выправится и здесь ситуация, так? Но на сегодняшний день, вы знаете, цены на энергоносители, цены на газ, скажем, в Европе где-то зашкаливают за $600 за 1000 кубов, а Россия продает газ Армении $177,5 за 1000 кубов. Разница большая, разница существенная. Мы и здесь с вами частенько спорим. Я знаю, что вы настаиваете на некоторых других способах определения цены на энергоносители. Но это все-таки другой порядок. 600 и 177,5. Вот. Ну, а если посмотреть на то, что происходит с экономикой Армении, я не знаю, мне кажется, вы также оцениваете, все-таки экспорт в страны Евразес у Армении вырос за последние годы в 10 раз. В 10 раз. Повторяю, это ваше решение, в конечном итоге, решение вашей команды, ваших экспертов, где и с кем, на какой базе работать. Так? Значит, теперь вопросы, связанные с безопасностью. Конечно, самый чувствительный вопрос до сих пор, мы это понимаем, мы с вами часто об этом говорим, это все, что связано с Карабахом. Много раз мы постоянно об этом с вами говорим. И мы знаем, что и у вас, и у ваших коллег возникали, и до сих пор возникают вопросы и какие-то претензии к Организации договора о коллективной безопасности, ОДКБ. Мы с вами постоянно к этому возвращались. Но я думаю, что тоже очевидным является, что после того, как вы в Праге в 2022 году признали, что Карабах является частью Азербайджана, вмешиваться со стороны ОДКБ в этот процесс, который приобрел внутриазербайджанское измерение, просто совсем было некорректно. Вопрос о воссоединении
Карабах, если считать его частью Азербайджана, ну, я не оцениваю, хорошо это или плохо. С точки зрения организации мирной жизни, думаю, что, наверное, в этом был смысл. И, кстати, сегодня, благодаря вашим усилиям и усилиям президента Азербайджана, сейчас, мне кажется, удалось выйти на стабилизацию отношений. И президент США принял в этом активное участие. И размораживаются, на мой взгляд, и транспортные пути и так далее. И здесь нужно просто искать дальнейшие способы укрепления отношений. Но мне кажется, что здесь мы тоже должны точку поставить. И было бы лучше, если бы это не было такой частью внутриполитического процесса, особенно в ходе предвыборной кампании. Ну и, наконец, у нас в Армении очень много друзей, очень много, мы это знаем. Много армян живет в Российской Федерации. Ну, по-разному можно считать. Мы считаем свыше 2 миллионов человек. И, собственно, наши стат-данные Министерства внутренних дел об этом как раз и говорят. И много политических сил, которые настроены пророссийски. Конечно, я скажу вам совершенно откровенно, у нас с вами такой диалог, что мы всегда с вами говорим по-честному и прямо. Нам очень хотелось, чтобы все эти политические партии, политики смогли принять участие в этой внутриполитической работе в ходе выборов. Некоторые, я знаю, находятся в местах лишения свободы, несмотря на то, что у них паспорт российский есть. Это ваше решение, мы не вмешиваемся, но хотелось бы, чтобы они все могли, во всяком случае, принять участие в этой внутриполитической работе. И еще раз хочу сказать, что бы ни происходило, мы всегда будем руководствоваться тем в России, что выгодно для самого армянского народа. Я вам это говорил всегда и хочу это подчеркнуть еще раз. И хочу выразить надежду на то, что как бы ни закончились выборы в Армении, наш общий настрой на строительство и укрепление российско-армянских отношений будет продолжен. Спасибо. Спасибо большое, Владимир Владимирович. В первую очередь, спасибо за приглашение, теплый прием. Конечно, мы... А мы еще с вами обед пойдем. Да, еще спасибо за угощение авансом. Мы, конечно, с вами недавно провели встречу в Санкт-Петербурге и провели очень успешные переговоры у нас были. Но наши отношения так насыщены, что вот есть потребность в таких частых встречах, и всегда есть о чем поговорить на высшем уровне. Конечно, наши отношения с Российской Федерацией, они очень глубокие, они очень важны для нас. И, по-моему, они динамично развиваются в условиях новых реалий в нашем регионе, когда между Арменией и Азербайджаном наконец установлен мир. И я думаю, что это позитивно отражается и на наших отношениях с Российской Федерацией. Потому что с начала нашей независимости мы первый раз имеем железнодорожную связь с Российской Федерацией, и мы импортируем через территорию Азербайджана по железной дороге из России. Я надеюсь, в скором будущем будем еще и экспортировать. И это, конечно, укрепляет наши экономические связи традиционные, и это укрепляет наши связи в рамках Евразийского экономического союза. Что касается Европейского союза, конечно же, мы знаем, что они в принципе членство в двух объединениях несовместимо, но то, что мы делаем, и та повестка у нас есть, по крайней мере, на данный момент они совместимы. Это факт. И пока есть возможность совмещать эти повестки, мы будем совмещать.
А когда процессы будут развиваться до той точки, где нужно будет принять какое-либо решение, я уверен, что мы, я имею в виду граждане Республики Армения, примут это решение. Конечно, в этом контексте наши отношения с Российской Федерацией никогда не были и не будут под вопросом, потому что, как я уже сказал, эти связи и отношения очень глубокие и не подлежат обсуждению. Конечно же, мы сотрудничаем в отрасли энергетики, и у нас тут тоже очень традиционно сильные связи и сотрудничество. Должен сказать, что мы сейчас очень тесно работаем с российской стороной, чтобы развивать и в сфере новых технологий, я имею в виду новые технологии в энергетике, потому что очень хорошо в Армении развиваются новые технологии энергетики, солнечные энергетика и так далее и тому подобное. Вы знаете, что мы с Российской Федерацией обсуждаем еще и вопрос строительства новой атомной энергостанции. Но в этих вопросах мы абсолютно прозрачны, потому что мы не скрываем, что эти вопросы мы обсуждаем не только с российскими партнерами, но и с другими партнерами, потому что мы ищем наивыгодное предложение для Республики Армения. Как я уже сказал, между Арменией и Азербайджаном установлен мир, и вы упомянули имя президента Трампа. Это очевидно, что он нес свой вклад в этом процессе, но очевидно, что вы тоже играли лично и играете ключевую, очень важную роль в процессе нормализации отношений между Азербайджаном и Арменией. И во всех этих процессах вы всегда поддерживали, мы всегда были в тесном контакте, я всегда периодично информировал вас, какие процессы идут. И, между прочим, в августе прошлого года, когда я вернулся из Вашингтона и позвонил вам, я тогда говорил, что это открывает то, что произошло в Вашингтоне, открывает новые возможности для наших отношений тоже. И сейчас это факт. Я уже упомянул железнодорожную связь между Россией и Арменией. Над этой темой мы работали десятилетиями. Но, к сожалению, никогда не удавалось нам прийти к такому решению. Что касается вопросов, связанных с Карабахом, я уже очень прозрачно и публично заявил в Республике Армения, что мы должны не продолжать карабахское движение, потому что уже установлен мир между Арменией и Азербайджаном, и Армения и Азербайджан признали территориальную целостность, политическую независимость, суверенитет друг друга на основе Алматинской декларации 1991 года, что означает, что мы обоюдно признаем, что независимая Армения на 100% идентична советской Армении, и независимый Азербайджан на 100% идентичен советским Азербайджаном. И я думаю, что это довольно-таки крепкая база для дальнейшего развития мира. И я, конечно же, еще раз хочу вас поблагодарить за ту поддержку, которую я всегда чувствовал в процессе установления мира между Арменией и Азербайджаном. Ну, по поводу Карабаха мы неоднократно это обсуждали, и в основном в рабочем формате. Да, мы признали Карабах в составе Азербайджана, но мы сделали это только после того, как
высшее руководство Российской Федерации дважды публично об этом говорил, и вы помните, мы об этом неоднократно говорили. И наши проблемы с ОДКБ тоже мы никогда не скрывали, потому что у нас в 2022 году была конкретная ситуация, и, по-моему, механизмы ОДКБ должны были заработать, но они не заработали, и это, конечно же, привело к той ситуации, которая у нас есть в отношениях ОДКБ. Мы сейчас не участвуем в работах ОДКБ, потому что из-за простой причины мы до сих пор не в состоянии объяснять нашему народу, нашим гражданам, почему ОДКБ не среагировала вопреки тем обязательствам, которые есть согласно договору об организации о коллективной безопасности. Что касается наших внутриполитических процессов, вы знаете, Армения демократическая страна, и у нас фактически всегда есть политические процессы, и это для нас уже обычная вещь. И фактически дважды в году у нас проходят выборы, муниципальные выборы, они тоже очень политизированы, потому что по итогам наших политических реформ там тоже люди голосуют за или против политических партий. Я имею в виду, что у нас очень многие наши граждане, не очень многие, но есть граждане, которые думают, что в Армении слишком много демократии, но это для нас принципиальный вопрос. У нас социальные сети, например, на 100% свободны, нет вообще никаких ограничений, и очень много граждан думают, что это слишком. И в общем контексте, честно говоря, у нас нет местах не столь отдаленных участников политического процесса. И я хотел бы обратить внимание, что, например, у нас предстоят парламентские выборы, это выборы депутатов, и по итогам этих выборов, и это фактически де-факто, и выборы премьер-министра. И я хотел обратить ваше внимание, что в этих выборах могут принять участие те граждане, только имеют исключительно армянский паспорт. То есть, со всем уважением, люди с российским паспортом, согласно Конституции Республики Армения, они не могут быть ни кандидатами в депутаты, ни кандидатами в премьер-министра. Так что тут никаких ограничений нет. И я уверен на 100%, что, вы знаете, и наши отношения с Российской Федерацией, и наши личные отношения в течение последних лет, они прошли через очень много испытаний. И я очень рад и хотел еще раз поблагодарить за ту доверительную атмосферу, которые создали в первую очередь вы. Потому что если бы вы не хотели, что у нас были такие открытые доверительные отношения, я думаю, очевидно, я не был бы и я не в силах это делать. И хочу еще раз поблагодарить вас. И я уверен, что по итогам наших предстоящих выборов демократия в Армении и власть народа в Армении еще больше укрепится, и наши отношения тоже по итогам выборов они будут продолжать динамично развиваться. И есть много
конечно, я уже сказал, что наша повестка очень насыщена, но есть еще очень много возможностей, которые не использованы. И я уверен, что по итогам и в результате нашего диалога эти возможности будут использованы. და ამ ფონზე სომხეთს ძალიან დიდი განსაცდელები ელის ამ პირობებში და უკვე პირველი ნაბიჯები გადადგა რუსეთმა იქ გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებში ბზარი ძალიან დიდი არის უკვე რაღაც პროდუქციასთან მიმართებით გამკაცრებულია მიდგომები სომხეთიდან შემოტანილ პროდუქციებზე და ჩვენ აი ესეთ სიტუაციაში გვმართებს გონივრული ნაბიჯების გადადგმა მეგობრებო. როდესაც შენ ეხლა იმოქმედებ ისე რომ მე იქაც ვიქნები, აქაც ვიქნები, ლავირებას გავაკეთებ, ეს არის შევარდნაძის პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა დაღუპა. შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო 93 წელს და რაღაც სხვა პოლიტიკოსი ყოლოდა ქვეყანას სათავეში, ჩვენ შეიძლება აფხაზეთში ესეთი სავალალო შედეგებით არ დასრულებულიყო. მაშინ არმია და სამხედრო გენერალიტეტი და სამხედროები იყვნენ ძალიან დიდი უარყოფითად განწყობილი შევარდნაძის მიმართ, იმიტომ რომ მან დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის გრევაში გორბაჩოვთან ერთად და აღარ ენდებოდნენ გარკვეული შურისძიების მოტივიც იყო. არ ენდებოდნენ, ტყილა არ ეძახდნენ თეთრ მელას და ჩვენ თუ დავკარგეთ დობა, ჩვენ თუ არ გვექნება იმიჯი იმისა, რომ სანდოები არ ვექნებით რუსებისათვის, ჩვენ არ უნდობლობა გამოიხატება მე მოქმედებებში. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება ვითამაშოთ, იქითაც ვიყოთ, აქითაც ვიყოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც კი ბატონო დასავლეთთანაც ექნება ამ ქვეყანას ურთიერთობა ნორმალური, ექნება ურთიერთობა ამერიკასთანაც, რუსეთთანაც, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორი უნდა ყავდეს ქვეყანას ერთი. არ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორი გქონდეს ამერიკასთანაც და რუსეთთანაც. ეს გამორიცხულია. და ამერიკის სტრატეგიულმა პარტნიორობამ რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, აგერ დავინახეთ. თავად არაბული ქვეყნებიც, რომლებიც არიან დღეს სტრატეგიული პარტნიორები, როგორ იბომბებიან უმოწყალო და რა დღეში არიან, ძალიან კარგად ხედავთ. უკვე როგორ მიიღეს ირანელების მუშტი. აქ ეხლა მე ძალიან გთხოვთ, ნუ დამაბრალებთ იმას, რომელიმე ქვეყნის მხარეს ვარ თუ არა ვარ. მე არც ერთი ქვეყნის მხარეს არა ვარ, საქართველოს მხარეს ვარ, უბრალოდ იმ დაპირისპირებაში, რასაც ჩვენ ვხედავთ ირანსა და ისრაელისა და ეს მოდი ჩვენ ერთი რამე უნდა ვთქვათ, ეს არის ირანისა და ამერიკის დაპირისპირება. ისრაელს რომ არ მიაწოდოს იარაღი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ის ამოეწურება მარაგი, იმ იარაღის მარაგი არა აქვს, რაც არის საწინდარი ომის წარმოებისა. აი ეს პირველი დაპირისპირება რო იყო, ჩვენ კარგად გვახსოვთ, რომ სწორედ იმიტომ გაჩერდა, რომ უკვე ფაქტობრივად ამოიწურა ისრაელის შესაძლებლობები. ეს არის ამერიკა ირანის ომი და თუ ამერიკა მაგალითად იტყვის, რომ ხელები დამიბანია გამოვალ ამ დაპირისპირებიდან, ეს ომი ნამდვილად ვერ დასრულდება, მეგობრებო, ისრაელის გამარჯვებით. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს ეხლა ფოკუსირება ხდება იმაზე, რომ ჩვენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ხშირად ის ხელისუფლების ექსპერტები აკრიტიკებენ ტრამპს, შეერთებულ შტატებს, მაგრამ აი რუსეთთან რაღაცა გადადგმული ნაბიჯები ცოტა იგვიანებს. ჩვენ გვესმის, ეხლა რატო აკეთებს ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რატო აკეთებს ეს ოფიციალური უწყებები ასე დადებით განცხადებებს, ელოდებიან ჩვენგან გარკვეულ მესიებს. ეს კი არა, ჩვენ დავინახეთ, რომ მაგალითად ჩვენ დავინახეთ, როგორი განცხადებები გაკეთდა საპატრიარქოსთან დაკავშირებით. სოფლიო პატრიარქი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა უკრაინის ეკლესიის გახლეჩაში, დღეს ცდილობს ეს გახლეჩვა მოახდინოს საქართველოს საპატრიარქოში. რუსეთის დაზვერვის სამსახურმა რომელსაც ქონდა გავრცელებული ინფორმაცია ნარიშკინის უწყებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ცდილობენ დასავლური ძალები, რომ რაღაცა გარკვეული თავიანთი კანდიდატურები გაიყვანონ, დასახელებულიც იყო, ცდილობენ, რომ საქართველოს ეკლესია ჩამოშალონ, საქართველოს საპატრიარქო ჩამოშალონ. ჩვენ ყველა მხრივ დარწმების ქვეშ ვართ. რუსეთის საპატრიარქოსთან ურთიერთობები გვინდა
რუსეთთან მართლმადიდებლურ ქვეყნებთან ურთიერთობა გვინდა თუ სოდომისტურ აი ამ მსოფლიოს საპატრიარქოსთან, რომელმაც ლამის არის ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა, რომელმაც ბოდიში და არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ რაღაცა დადებითი სიმპტომები ყოფილიყო იმ საფრთხეებთან მიმართებით, რომელებიც არის დღეს მსოფლიოში. ეს არის ძირითადად ერთსქესიანი ქორწინება, ეს არის LGBT პროპაგანდა და ამ მიმართულებით მხოლოდ ჩვენ მართლმადიდებლური ქვეყნების ერთ-ერთმა აპოგელოტმა, ერთ-ერთმა გარკვეულმა წინამძღვალმა რუსეთის საპატრიარქომ გამოიხატა ყველაზე მკვეთრი განცხადებები და ჩვენ ახლა ერთი რამე უნდა ვთქვათ, გვინდა არ გვინდა დღეს რომ რუსეთი არ იყოს საქართველოშიც და მსოფლიოშიც მართლმადიდებლობა არ იარსებებდა, იმიტომ რომ მსოფლიოს საპატრიარქო ეს არის ფიქცია, არაფრის მაქნისი, უვარგისი უწყება, რომელსაც არანაირი როლი არ აქვს ქრისტიანობის დაცვაში, ეს არის ლიბერალების სამჭედლო, ამიტომ ჩვენ უნდა კარგად გავითვალისწინოთ ის ინფორმაციები, რომლებიც მოდის ეკლესიასთან, საპატრიარქოსთან მიმართებით. და ბევრი დიდი გამოწვევების ქვეშ ვართ. აქეთ ბრიტანეთის დაზვერვა გვებძვის B6, რომელიც იყენებს ჩვენ მეზობელ ქვეყნებს თავიანთი ბინძური პროვოკაციებისათვის და როცა ამფობზე B6 გებძვის, როდესაც ამერიკელები გაურკვეველ პოზიციებს ავლენენ, როდესაც აგერ საფრთხე არის რომ ის ცეცხლი, რომელიც დაინთო ირანში, შენამდეც მოაღწიოს, შენ ერთადერთი საშუალება გაქვს რომ რუსეთთან დალაგებით ქვეყანა გამოიყვანოს ამ მშვიდობას. მაგრამ არა ისეთი პოზიციით, რომ აი მოდი ახლა დაველოდები, დავჯდები და მივენდობი ღმერთს რა. ღმერთის მინდობა იმას ნიშნავს, რომ ნაბიჯი გადადგა. ჩვენი დიდი მეფეები ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რომ ქვეყანა უნდა დაცულიყოს. დღეს აი რაც ხდებოდა მსოფლიოში, როდესაც დიდი ქვეყნები იმპყრობდნენ პატარა ქვეყნებს, აი ეს პროცესებია, ისტორია არაფრით არ იცვლება. არავითარი დღეს მსოფლიოში დაკარგვა ხელშეკრულებებმა და რაღაცა გარკვეულმა აი ამ ნორმატიულმა, საკანონმდებლო და კონსტიტუციურმა შეთანხმებებმა ყველაფერმა აზრი დაკარგა. ქვეყანა სუვერენულია, დამოუკიდებელია, ყველგან აღიარები ყავს და კაცი გამოდის და ბოდიში და ერთ ადგილას მაყოცოს იმ ქვეყანაო. კაცი გამოდის და კანადა უნდა წავიღო, გრენლანდია უნდა წავიღო. იწყებს ომს ირანთან, რომელთანაც ესე იგი, ეხა ჩვენ გვინდა, არ გვინდა, ეხა ესე ხო არ არის, კაცო, ეხა მე მინდა რესურსები ჩავიგდო, მისი რესურსები, ეს ენერგორესურსები და მინდა რომ გავანადგურო. ანუ გამოდის რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებით. ეხა ამერიკას უნდა მაგალითად ირანი წააქციოს. გამოვა თურქეთი იტყვის რომ მე მინდა საქართველო წავიღო, იმიტომ რომ ჩემი გამოვა ერდოღანი და ერთ დღეს და იტყვის ჩემი ესე იგი პოლიტიკური, ჩემი უსაფრთხოების დოქტრინიდან გამომდინარე საჭიროა რომ საქართველო იყოს ჩემს შემადგენლობაში. აი ვინ დაუდგება წინ ერთი გეკითხებით ვინ? საქართველოში ვინმე გამოვა პირიქით საქართველოში გამოვა ხალხი და მიესალმებიან ამას და იტყვის ჯობს რუსეთის ჩექმის ქვეშ ყოფნას ისევ აი ჩვენს პარტნიორებთან თურქებთან ვიყოთ, იმიტომ რომ თურქეთი ხომ ჩვენი საუკუნოვანი სტრატეგიული მეგობარია. ჩვენ ხო გვახსოვს კვირიკაშვილის განცხადება, როდესაც მან ეს სიტყვები იხმარა, რომ თურქეთი ყოფილა ჩვენი სტრატეგიული მეგობარი. ხო და ამიტომ მე ერთი რამ იმაჩნია დღეს, როდესაც სოფლიო ახალი გადანაწილებები ხდება, როდესაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ დაკარგა თავისი სახელმწიფოებრიობა და ძალიან ბევრი ქვეყანა პირიქით შეიძენს თავის სახელმწიფოებრიობას, ეს არის ქურთები, რომლებიც ბოლო-ბოლო შექმნიან თავის სახელმწიფოს, ეს არის გარდაუვალი პროცესი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა თითქმის ქვეყანა დღეს მუშაობს იმაზე, რომ განავითაროს ისეთი სამხედრო პოტენციალი, რომელთაც იქნება მისი გარკვეული საზღვრები და სუვერენიტეტი დაცული, ამ ფონზე ჩვენ რაღაცა უსაფრთხოების ქოლგა უნდა გქონდეს, რომ ხვალ ვინმე არ გავგლიჯოს შუას. დღეს მაგალითად ომი, რომელიც უკრაინა რუსეთში მიდის, ეს არის ფაქტობრივად სხვა ტიპის ომი, დრონებით ხდება ომი, მეგობრებო. დღეს მოდის ორი ქვეყანა ომობს იმითი, რომ კი ცოცხალი ძალა ჩართულია, მაგრამ ძირითადად ამ კომპონენტს იყენებენ. ხვალ შეიძლება დრონმა ჩაანაცვლოს სხვა იარაღი, სხვა ფუნქციული იარაღი. ამიტომ დღეს მსოფლიო მუშაობს რაღაც ახალი იარაღის შექმნაზე, რომელიც საწინდარი გახდება იმისა, რომ ომი იქნას მოგებული. ბირთვული შეერაღება, ეხა შეიძლება კონდეს ქვეყანას, მაგრამ
მაგრამ იმ ბირთვულ შეერაღებას თუ გამოიყენებს, მე სხვაც გამოიყენებს და ეს სოფლიოს აღსასრულის საწინდარი იქნება, რა თქმა უნდა. ამიტომ ბირთვული შეერაღება ეს არის უკანასკნელი მომენტი, მაგრამ ბირთვული შეერაღების გარეშეც აქ ქვეყანები თავს ვერ დაიცავენ. ეხლა მაგალითად ჩრდილოეთ კორეა, რომლის ლიდერმა მიაღწია იმას, რომ თითი ექნია ამერიკელებისათვის, ეს მიაღწია იმით, რომ ბირთვული შეერაღება აქვს. ინას რომ ეხა ბირთვული შეერაღება ქონოდა, თავდასხმა ვერ განხორციელდებოდა მასზე. დღეს ბირთვული შეერაღება რომ არ ქონდეს რუსეთს, ისიც უკვე ძალიან დიდი პრობლემის ქვეშ იქნებოდა, ჩვენ კარგად ვიცით. ამიტომ დღეს ადამიანების სიმამაცე და ვაჟკაცობა კი არ გამოხატავს, ადრე ჩვენ ქართველებს შეგვეძლო ხვლით დაგვეცა ჩვენი ქვეყანა. დღეს სოფლიო და უამრავი დიდი ქვეყნები თავიანთ ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ იმ უახლოესი იარაღით, რომელიც მათ აქვს. დღეს ქართველმა კაცმა რაც არ უნდა დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინოს, ის ერთ წუთში იქნება განადგურებული, კნოპკას დააჭერენ და იმ წუთასვე ჩვენი ქვეყანა იავარქმნილი იქნება, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიები არის შემოსული. და დღეს ახლა ჩვენ ეს ტექნოლოგიები და ჩვენ ეს იარაღი არ გაგვაჩნია. რაც არ უნდა მებრძოლიერი ვიყოთ, რაც არ უნდა გულადიერი ვიყოთ. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ საქართველო იყოს დაცული. საქართველო იყოს მოწინავე პოზიციებზე და ჩვენ რას ხედავთ აქ საქართველოში? აი სასაცილო არის ხალხო, აი მე კიდევ ერთხელ მეორე, აი მინდა რომ ისევ ჩვენი ქვეყნის პრობლემებს შევეხო. აი არ ვიცი, ზოგჯერ მგონია რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში არის ჩაბუდებული თვითონ მტრები და ქვეყნის მოღალატეები, იმიტომ რომ აი რაღაცა დადებით ნაბიჯი გადაიდგმება და მე იმ ნაბიჯის გადადგმას არ მოყვება შესაბამისი ნაბიჯები, რომლითაც ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდოს. მოდი ახლა ნუ გამომაცხადებთ მე ამ ძაღლების მტრად და თითქოს მე ძაღლეთ მოძულე ვარ, იმიტომ რომ მე პირიქით ძაღლები ძალიან მიყვარს და არ ვიცი, მე რა ვიცი, ადამიანზე ერთგული რო ძაღლი არის, ეს 2x2 4 არის. ადამიანმა შეიძლება 9-ჯერ გაყიდოს, ძაღლი არ გიღალატებს, მაგრამ მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ხო არსებობს, ამას ხო ვერავინ ვერ უარყოფს. ის რომ დაკაბენილი არის თითქმის ყოველი მესამე ადამიანი ქალაქში, ეს ხო არსებობს. ხო უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები. მე არ ვიცი ახლა იქ ვიღაცამ თუ გადაამეტა და დაარღვია რაღაცა ნორმები, იმიტომ რომ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ის რომ მიუსაფარი ძაღლები არ უნდა დაიყოს ქუჩებში, ეს ხო 2x4-ია. ვინმე როდესაც გამოდის და ამაზე ლაპარაკობს, რომ ეს არ უნდა იყოს და უნდა იყოს ძაღლები, ეს მე მიმაჩნია ქვეყნის მტრად, იმიტომ რომ რას ნიშნავს ახლა ვერ გავიგებ, სოფლიოს არ რო დადიხართ ამ ევროპულ ქვეყნებში, სადმე გინახია თქვენ მიუსაფარი ძაღლები დარბოდნენ ქუჩებში, კაცო? კიდევ ერთხელ მეორე, ნახევარი თბილისი დაკაბენილია, ამოიღეთ, აი ხელისუფლების უნარობაზე რო ვლაპარაკობ, აქედან ჩანს, რომ ამოიღეთ სტატისტიკა. არსად არ არის არც ერთ ქალაქში ის აცრების საწინააღმდეგო პუნქტები. დღეს თბილისში და რუსთავში და გორში და ყველა ქალაქში მოქმედებს ინტენსივობით მუშაობს, იმიტომ რომ დაკაბენილია ყველა ქუჩაში, ღამე ვერ გამოვა ადამიანი. ხო უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. და აქედან გამომდინარე, მიუსაფარი ძაღლები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, იმ სპეციალურ დაწესებულებაში მოუვარონ იქ და ძაღლი, რომელსაც არ შეუძლია მოინადიროს, ეხლა იქ ქუჩაში რო არის ძაღლს, ეხლა თუ არ მისცემს საჭმელს, ხო თვითონ მოკვდება მშიერი, იმიტომ რომ არ შეუძლია მას ეხლა მტაცებელი არ არის, რომ წავიდეს და რაღაცა კურდღელი მოკლას ქალაქში და რაღაცა და ისა. ამიტომ ჭირდება მას დაპყრობა და ძაღლი, როდესაც მშიერია, რა თქმა უნდა, ის აგრესიული ხდება მერე უკვე. და ამიტომ ხელისუფლებამ, აი, როდესაც ეს ნაბიჯი გადადგა, უნდა ეთქვა საზოგადოებისათვის, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა, უნდა ეთქვა, რომ არის ეს პრობლემა, სტატისტიკა მოეშველებინა, დაკმედილია ნახევარი საქართველო. საჭიროა როგორც ყველა ევროპულ ქვეყანაში, ასევე ჩვენთანაც მიუსაფარი ძაღლებისგან გავანთავისუფლოთ ქალაქები, სოფლები, დაბები, რომ ადამიანებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, კაცო. ეხლა ვიღაცა გამოხდება სულელი, აი ვინმე თუ არ იმას ქნა, დაუშავა ძაღლს, ისე არავინ არ უკვეს, რა სისულელია, ეხლა რა არის, აგერ არის კადრები, აგერ არის ბევრი ინფორმაციები და როგორ ეხლა ყველა ნუ შეიშლებით ხალხო და მე კიდე ეს ვიღაცა ძაღლების უფლებების დამცველები გამოდიან, უფრო მეტად ესე იგი რაღაცა ცოფიანი ძაღლებივით იქცევიან რა ეს ადამიანები. რაღაცას რომ რაღაცა სიტყვი არგუმენტს თავს გესხმიან, შეურაცხყოფას გაყენებენ, იგინებიან. მე არ ვიცი, ეხლა ვერ ხვდები ეს რა ის არის. თუ დისკუსიას მართავთ, გავმართოთ დისკუსია, ხო? ყველა დრო დადიხართ ამ ევროპაში, სადმე ნახულობთ ხალხო ძაღლებს ქუჩაში? სადმე ნახულობთ?
რას ნიშნავს ესეთი რამე, როგორც შეიძლება არსად არ ხდება ესეთი რამე. და ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, რა თქმა უნდა, ისე როგორც საჭიროა და ქალაქები, როგორც ევროპაშია, როგორც აი რუსეთში და არა, ეხა მოსკოვში ვარ, ერთი მიუსაფარი ძაღლი არ მინახია, ქუჩაში ძაღლი დარბოდეს რა. ეს გამორიცხულია. მიიყვანეთ ეს საკითხი ბოლომდე და ეხა ის რო ატყდა ამბავი რომ აი ეს ისაუ დაწვესო ვანახებდი ხელისუფლების ადგილზე იმ იმას რა ქვია ადგილზე ვანახე აი სად დაიწვა როგორ დაიწვა აბა მტკიცებულებები წარმოადგენთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია უნდა იყოს არ ვიცი მე რაღაცა შექმნილი არის ტრაკომი თუ რაც არის და ხალხს რატო არ ელაპარაკებით რაღაცა კვანმარტება ხო უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ მეორე მე თვითონ იმ საკითხს რომ მიუსაფარი ძაღლები გადაიყვანეს თავშესაფარში ეს დადებითად მიმაჩნია რას ნიშნავს არ უნდა წაიყვანონ აბა რა უნდა წაიყვანონ მაშინ ვინ რომელიმე ძაღლებიც არის იქ ქუჩაში აიყვანეთ და სახში ყავდეთ მაშინ და მოუვარეთ და როგორც და ძაღლის მოვლა კიდე ნუ გონია თქვენ მარტო რომ ერთ დღეს ძაღლი გეყოლება და მეორე დღეს გააგდებთ და დღეს მთელი ქვეყანა ლაპარაკობს რაღაცა თითიდან გამოწვეული პრობლემაზე რომელიც გადაჭრაც ერთ წამში შეიძლება და აქამდეც უნდა გადაჭრილიყო ეს პრობლემა და დღეს ამ ადამიანების შიშით რომლებიც ორგანიზაციები აქვს შექმნილი ზოგი ძაღლის უფლებები კი არ აინტერესებს ფინანსური ინტერესები აქვს ისე უკან დააბრუნეს ეს აყვანილი ძაღლები ამ ქუჩებიდან ისევ გაუშვეს და პარკებში ხალხი ვერ გასულა დასასვენებლად და ქუჩაში ბავშვები შიშით ვერ გადიან უკვე იმიტომ რომ ეს მიუსაფარი ძაღლები იკვინებიან კაცო კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ გიყვართ ეს ევროპა გიყვართ სადმე არის ევროპაში ქუჩაში ძაღლები ხალხო თუ და ბერე მიუმართავ ამ ხელისუფლებას რაღაცა პოზიტივიზე ორ ვიდეოს რო დადებთ იქ ძალმა რო კაცი დაკბინა სტატისტიკა დადევით სტატისტიკა რო არ ჯერავს ვიღაცებს რამდენი ადამიანი დაიკბინა 10000-ობით ადამიანია დაკბილი ხო ყველა იმ 10000 ადამიანმა ძაღლქვა ესროლა კაცო შეიძლება ვიღაცა მართლა იგააკეთა ეს მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ხო არ ხდება ესეთი რაღაც და დღეს ქვეყანა სოფლიოში ომები არის კატასტროფები და ჩვენ ძაღლების დამცველების მიტინგებს ნახულობთ სხვადასხვა ქალაქებში. ეს ადამიანები მოითხოვენ, რომ ჰუმანური გზებით მოხდეს ჰიპერპოპულაციის პროგრამის განხორციელება და რა თქმა უნდა იყოს დაცული მათ შორის მიუსაფარი ცხოველების უფლებები. ჩვენი აქტოფნის მიზანი არის რომ სახელმწიფოს ვუთხრათ რომ ცხოველების პრობლემა უნდა მოაგვანონ ჰუმანურად და არა დახოცვით და სხვა ადგილზე გადაყრით და ტანჯვით სიკვდილით ჰუმანურად სტერილიზაცია კასტრაციით და კანონით რომელიც არის ნორმალური დახვეწილი მთავრობის დადგენილების გამო შევიკრიბეთ აქ რომ გავაპროტესტოთ ის მუხლი რომელიც ფაქტიურად ძაღლების ხოცვას გამოიწვევს ჩვენ რო ვიყავით სააგენტოში მისულები ჩვენთან ერთად იყვნენ ადამიანები გავრცელდა ძალიან ცუდი დეზინფორმაცია და ძალიან დიდ ხუილს აქვს ადგილი რომ ჩვენ იქ ვითომ შევარდით რაღაცა დავარბიეთ ჩვენ რომ მივედით იქ იცოდნენ ისინი ინფორმირებულები იყვნენ ამაზე რომ ჩვენ ვიდიოდი და იქ პოლიცია იყო მოსული და არ გვტოვებდნენ არც ერთი წუთი ჩვენ რომ იქ რაღაცა კანონი დაგვერღვია ან დაგვერბია და ესე შევსულიყავით მაშინ ჩვენ იქვე პოლიცია აუცილებლად დაგვაპატიმრებდა იქ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ქონია ნუ გადაყავთ ცხოველები უკვე საჭირიანი ცხოველები ვაქცინიზაციისთვის ან ამის შემთხვევაში თუ გადაყავთ ვაქცინიზაციაში აუცილებელია რომ ვისაც ყავს მიკრდებული ეს ზაღლი მიაწოდეს კონკრეტული ინფორმაცია და მიღება ჩაბარებით მოხდეს ცხოველის წაყვანა და წამოყვანა. როდესაც აბრუნებენ მათ მოხდეს დასახლებულ პუნქტებში სადაც აიყვანეს ეს ცხოველები იმ ადგილებში დაბრუნება და გადაყავთ ცხოველები აუცილებელია პირველ რიგში რომ სანიტარული ნორმები იყოს დაცული რაც გულისხმობს იმას რომ ერთ გალიაში მხოლოდ ერთი ძაღლი უნდა იყოს გადაყვანილი და სანიტარული ნორმები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. არ შეიძლება ზესტაფონიდან ძაღლის სტერილიზაციაზე კასტრაციაზე ანუ კატა დაყავდეთ ქუთაისში რა პრობლემაა რომ ყველგან გაიხსნას არის ამის თანხები არ არის პოლიტიკური ნება არ არის და ვერ ხედავენ ამ პრობლემას და ეხლა რაც ხდება ისო მე ისო ეჭვმეპარება იმაში რომ აქაც კორუფციული მომენტებია აჭმევენ იმას რაც უნდა ის მედიკამენტებს ყიდულობენ რა მედიკამენტები საჭიროა არა იმ ყველაფერი დაფარულია ყველაფერი დამალულია და თუ ჩვენ ადამიანებმა არ ამოვიღეთ ხმა ცხოველები თავისთავად ვერ დაიცა ცხოველმეგობრული საზოგადოება
უნდა ვიყოთ. როგორც შეგვიძლია, ისე უნდა დაუდგეთ გვერდით ჩვენს უხმო მეგობრებს. ისინი ყეფენ, მაგრამ ისინი ვერ ლაპარაკობენ და მათ აქვთ უამრავი ტკივილი, უამრავი დარდი, მოკლე სიცოცხლე და ეს მოკლე სიცოცხლე არ შეიძლება მათ ადამიანმა გაუმწაროს. აქ შეკრებილი ხალხი, რა თქმა უნდა, ვართ ოთხფეხა ჩვენი მეგობრების ხმა და ეს ადამიანები ჩვენ მართლა ვერ დაუშვებთ იმას, რომ ესე რაღაცნაირად ამოვწყვიტოთ ეს ოთხფეხა ცხოველები. კორუფცია არის ყველგან, ყველაფერში და აღარ არის ალბათ იმდენი ვაქცინაცია აღარ ხდება, რაც უნდა ხდებოდეს და გადაწყვიტეს ესე ხოცვაზე გადასვლა. ესენი არიან ყველაზე საყვარლები და გემრიელი ადამიანები. მე კომუნიკაციები უნდა დამყარდეს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც უშუალოდ შეხება აქვთ კონკრეტულად მიუსაფარ ძაღლებთან. ეს წყვილები უნდა დამთავრდეს. ვიხემძღვანელოთ პირველ რიგში ადამიანობით და იმ კანონებშიც ჩავდოთ ადამიანობა. აი ეს არის მთავარი. ჩვენ აქ მოვედით ჩვენი ადამიანობის დასამტკიცებლად და ასე ვთხოვთ სხვასაც რომ გამოიჩინონ ადამიანობა და იმ არსებების ერთგულები ვიყოთ, ვინც წლებია ჩვენთვის ყველაზე ერთგულები არიან, ყველაზე გვერდში მდგომები. კიდურესად გასაუმჯობესებელია საქართველოში მიუსაფარი ცხოველების ყოფა. აქ ვარ მათ შორის იმიტომ, რომ გზები, რომლითაც ეს გაუმჯობესება ხდება, ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშანს იწვევს და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია სოლიდარობას უცხადებ ერთი მხრივ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული და მეორე მხრივ ბუნებრივია ყველა მიუსაფარ ცხოველს. სასწაულ ქვეყანაში ვცხოვრობ. გული მткиვა, რომ არ ვიცი, აი სადამდე მივედით, რომ ეხა ისედაც პოლიტიზირებული ვინც არ იყო, კიდევ პოლიტიზირებული გაქვთ და გამოდიან ილანს ამდენი ზიზღი, ამდენი ღვარძლი პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ კიდევ თუ იქნებოდა თითქოს ერი გამთლიან და თითქოს რაღაც ერთიანობის რაღაც მუხტი იყო ისევ ზიზღლი ღვარძლი. და მე მინდა რომ ხელისუფლებას მივმართო. მეტი კომუნიკაცია ხალხთან და თუ რამეს აკეთებთ კიდე, აი იმ გადაწყვეტილებებში ხალხთან კომუნიკაცია იქონიეთ ხალხო. მე კიდევ ერთხელ მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რაც თქვენ გააკეთეთ, მაგრამ ამას ახსნა განმარტება ჭირდება, საზოგადოებასთან ინფორმირება ჭირდება. ვიღაცა ერთი გამოიყვანეთ და ალაპარაკეთ. რომ არაფერი არ არის, მართლაც ეხლა ვიღაცა ძაღლი ყავს, მე ძაღლი ამ წუთას არ ყავს, მაგრამ მე შეშფოთდი რა ხდება, დაჭრეს, იქ დახოცეს, დაწვეს ცოცხლად. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ისეთივე დანაშაულია, როგორც მაგალითად ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული და ეს საკმაოდ ისეთი მძიმე დანაშაულია. ამიტომ ამაზე ახლა უნდა განმარტებები გაკეთდეს, რომ ამდაგვარ ამის ადგილი არ ქონია, თუ ქონია დაისაჯოს მაშინ ვინმე ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, აი ძალიან ისეთი პრობლემა არის და სამწუხაროა, რომ რაღაცა ისეთ პრობლემებზე გვიხდება საუბარი, რომლებზეც არ უნდა გვიხდებოდეს. კარგად ბრძანდებოდეთ, ხვალშობდებით ერთმანეთს და იმედია უფრო პოზიტიურ ინფორმაციებს მოგაწვით.